დემა დასაბანეთ შევდივარ. შენ რო იცი დიდი ხანი ეგრე არ წახვიდე რა. აი. რა იყო ქალო შემაწუხე რა. ეგოში ისევ საათნახევარი ამბანობს, არის ვერ ისწავლებ, გაწამოდი ერთი შევიდეთ ტუალეტში ხო ჩამოდი. ნინი, ამდენი ხანი ასაკეთებ? დაზოგე გოგო წყალი გეყო ბანაობა. არის წამი და გამოვა. ინახე რა. სასტრაფოდ. აი ამბავს რა მოუხერხო არ ვიცი. რამდენი ხანია ვასწავლი. შენ მაინც მოუხერხები, მამა არ ხარ? დაიცა გამოვიდეს მე მაგას ვანახებ სეირს. რატომ არ მასწრით ამ ბანაობა? ერთი წამი დაჭექილი და გაგესაუბროთ. ამდენი ხანია რაც ბანაობ. საათნახევარია ბანაობ. ახლა ამდენი ხანია? დროის შეგრძნება თლიანად კარგავ. მოვფრთხილდე წყლის მარახს, შვილო. გთხოვ, გაითვალისწინო ჩვენი ნათქვამი და აღარ დაუშვა ასეთი შეცდომა. კარგი. და გისმენთ? ასალა დაიერა კადაში მითხავ დაბადების დღეზე მოდიო რა. კარგი, წადი. მოგცემ რა ჩვენ საერთოდ მოდიოდა, მამა შეიძლება მოგცემებას ეგარიც. ლევან, გაიღვიძე. ხარადით ნათა საერთოდ მივდივარ და გავიწყდა? წამო, ჰო, დამტანჯერა. შვილო, ჩაიცვი ახლა მივდივარ ნათესავებთან. მე არ მოვდივარ. ლაპარაკ დავპატეთ დაბადების დღე. ნინიდე, შუქია დატოვანთებული და ონკანი მოშვებული. ახლა საბაზანოში წავალ მოწესრიგდები და მეგობრებთან წავალ. აი, ლევან, ნახე, ისევ დაუკავებია შუქი. ბავშვს ყვა ვერ ვასწავლე. რანაირი უშმური ბავშვი ვარ, მოკლედ რა. გონი აბაზაინდანის მის. აი, ლევან, ეს რა ხდება? გონი მეგობრებთან წყალი ჩავუშვი. ვაიმე, უნდა გამოშვა ეს ბავშვი. ონკანი დაუკავებია. ამბავს მოვკლავ, ეხლა დავაკეთოთ. სასწრაფოდ. ეს რამხელა გუბედადგა რა არის? ოხ, ნინი რა. ვაიმე, დედა რა ხდება? რატო ჩამოვიყვანეთ წყალი ვარდა რა ჩვენ რა ხდება? რემონტს დაგვიკეთებთ თქვენ, გაიგეთ? ბოდიში ამას არ უშვერის, გაიგეთ? ახლა სულსველი ვარ. თქვენი აზრით თქვენს თქვენ მოცხოვრობთ, ამიტომ ჩვენ საბაზარაში ჩამოვიდეთ. ხელი საბაზარში ჩამოირეცხა. საღებავე ჩამოშორდა კედლებს. ის ბოდიში ხდით, აუცილებლად გაგიკეთებთ რემონტს. მოგზავნით. ნინი, სათხარ, რასაკეთებ? რა მოხდა და ონკანი დაგიტოვები ახლა არ გცხვენია? მეზობლები შენ გამო ამოგვიორდნენ და გაგლან დღეს. სასწრაფოდ სახში მოდი. აი მე რა გვაშვენება. დამღალა ამ ბავშვმა. მოდი, იცი რა ვქნათ? წყნარად და კარგად დაველაპარაკოთ. როგორ ლევან, რა გაგვიკეთა? გონი წყნარად ელაპარაკებათ ახლა უკეთესი იქნება. მართალი ხარ. და ჩემი აზრით ეგრე უფრო გაიგონებს. დაველოდოთ და გავესაუბროთ. წყნარად. რა გვაშვენება. რა მოხდა? რატო დამიძახეთ? შვილო, დაჭაჭე. უნდა გაგესაუბროთ. რა ხდება? დედიკო, სამწავრით ხო გაგაფრთხილე რომ ონკანი ღია დაგიტოვებინა. მერე? დათბორილი იყო იქ ყველაფერი. გითხარი რომ ყველაფერი ყოფილი ბავი. მეზობლები ამოვიდნენ და ძალიან გვეჭხუბეს. გთხოვ, ძალიან ყურადღებით უნდა იყო, როცა სადმე გეჩქარება. ჩვენ ხა მეზობლების სახლი უნდა გავარემონტოთ, მაგრამ მაგას არ ვჩივი. შენი პრობლემა, შენი საქმე მატარდებს, რომ ეს სიტუაცია უპასუხისგებლად მოიქცი. აუ დედა, შემთხვევით დავრჩა, არ მინდოდა რომ ასე დამეტოვებინა. ვიცი ვარ მინდოდა, ამიტომ მაგას მეუბნება აღარ დაიწყო. უკვე შემთხვევებულია. არა უშავს, მაგრამ შენ გაფრთხილებ, კიდევ ყურადღებით იყავი, სადმე რომ წახვა. და გინდრო გეჩქარებოდეს. ახლა კი გეტყვით, თუ რა მნიშვნელობა აქვს წყალს. შვილო, დედამიწისთვის წყალი ძალიან მნიშვნელოვანია და ტყუილად ის არ უნდა დახარჯო. გთხოვ, წყალი ტყუილად არ დახარჯო. შვილო, აფრიკაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. იქ ადამიანები ძალიან ბევრს წვალობენ, რომ წყალი მოიპოვონ. იცი შენ, ბავშვებს ზურგზე კიდემენ, ჯოხებზე რაღაცებს სხვა მდებორობიდან გადარცხობდნენ და წყალი მოიპოვონ ქვიშიდან. როცა ვერ პოულობენ წყალს, უწევთ ძალიან ბევრჯერ გადაადგილდნენ, ამიტომ მოვთხრი და რაც გაქვს, ემპატივი ეცი. ჩვენს ქვეყანაში ბევრი წყალია, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დახარჯოთ ყოლა უბრალოდ. ამიტომ გთხოვ, საჭირო რაოდენობით გამოიყენე ის. კარგი მამა, კარგი დედა. A few moments later. რემონტს როდის იწყებთ? დაგვერხა. ძალიან